მოგესალმებით, პოდკასტების ციკლი ღია SPA გრძელდება. დღეს ჩვენთან ერთად არიან აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, გააზიარებენ მათ საგამოცდილებო გამოცდილებას, აკადემიასთან დაკავშირებით, მათ პროგრამებთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ დღეს, რა გამოცდილება მიიღეს აკადემიაში სწავლების პროცესში, როგორ გამოიყენეს ის უნარები და საერთო ჯამში როგორ რეალიზდნენ პროფესიულ გზაზე. ჩვენი სტუმრები არიან დღეს, როგორც თქვი, აკადემიის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ანა, შრომის უსაფრთხოების კურსდამთავრებული, მარიამი, საექნო საქმის კურსდამთავრებული, ასევე მარიამი, საბაჟო საქმის კურსდამთავრებული და რობი, ლოგისტიკის ინტეგრირებული პროგრამის კურსდამთავრებული. მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად, მადლობა, რომ გამოყავით და ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების საქმიანობა. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ და მოვისმენდეთ ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოცდილებას, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელზეც რეგისტრაცია 20 მაისს დასრულდება. ამის ფარგლებში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ სრულად სახელმწიფო დაფინანსებით. ჩვენ ვართ მულტიპროფილური დაწესებულება, რის ფარგლებშიც ვახორციელებთ როგორც ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, უსაფრთხოების მიმართულებით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ვფიქრობ, თქვენს ინტერესების ფარგლებში შეძლებთ აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა, შეიცინოთ პროფესია და რაც მთავარია, დააიუფლოთ უნარებს წარმატებისათვის. მარიამ, რას ფიქრობ შენს სპეციალობაზე, იმ გამოცდილებაზე, რაც აკადემიაში გაქვს და როგორ დაგეხმარა აკადემიაში მიღებული ცოდნა იმ დღეს შენი საქმიანობაში? მე ვარ საექნო საქმის კურსდამთავრებული, ამჟამად მუშაობ SPA-ის კონტრაქტორ კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში, სადაც ასევე გავიარე პრაქტიკები და დავსაქმდი იქვე. ძალიან დიდი თეორიული ცოდნა მომცა გამატანა SPA-იმ, სანამ პრაქტიკაზე მივიდოდი ნიუ ჰოსპიტალში. ნიუ ჰოსპიტალმა ასევე მომცა გუნდურად მუშაობის ძალიან დიდი უნარი, რაღაც კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტის მართვის დროს. ეს პრაქტიკის კომპონენტიც თვითონ სასწავლო მოდულია, ხო, როგორც ვიცი და სასწავლო მოდულია, დიახ. მეორე კურსთან უკვე პრაქტიკული მეცადინეობები გქონდა თვითონ კლინიკაში და იმდენად რავლისმომცველი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და იმდენად საინტერესო, თვითონ პრაქტიკული ნაწილი იყო უაღრესად საინტერესო და გადავწყვიტე, რომ იქვე დავრჩენილიყავი, არც მიძებნია სხვა, არც კლინიკა, არც სურვილი მქონია, დავსაქმდი იქვე და დღეს ვარ ერთ-ერთი წარმატებული ექთანი. ძალიან მიხარია და გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება და ეს გარდა რა თქმა უნდა იმისა, რომ თქვენ გქონდათ სურვილი, მხოლოდ თქვენი სურვილი ალბათ საკმარისი არ იქნებოდა და ალბათ იქიდანვე შემოგთავაზეს, რომ დარჩენილიყავით, ხო? კი, ნამდვილად იქიდანვე იყო ამის მოთხოვნა, შემოთავაზება და რა თქმა უნდა მას დავთხოვდი ეგრევე. კი ბატონო, ძალიან კარგი. თქვენ როგორც ვიცი, უმაღლესი განათლებაც გაქვთ და ფსიქოლოგიის მიმართულებით. ფსიქოლოგიის ბაკალავრი მაქვს დამთავრებული, პრაქტიკული ნაწილიც გავლილი მაქვს საკმაოდ ხანმოკლე. რაღაცა ჩემთვის ობიექტური მიზეზების გამო მე იქ მეტი არ გამიგრძელებია ბაკალავრის შემდეგ. სხვათა შორის ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ეს ადამიანის მოვლის ნაწილი, რაღაც ავად რო იყო და გადავწყვიტე, რომ მეცადა ამ სფეროში ჩემი თავი და შევიტანე საბუთები SPA-ში და ამჯერად ვარ ექთანი. ძალიან კარგი, ძალიან კარგია. და რა სიტყვადი უშუალოდ, ანუ უმაღლესი განათლებისგან პროფესიული განათლება, ჩემი აზრით და მგონი რომ არა მხოლოდ ჩემი აზრით, განსხვავდება იმით, რომ პროფესიული განათლება სრულად ორიენტირებულია რაღაცა პრაგმატული ხელშესახების გამოცდილებებისა და უნარების მიცემაზე სტუდენტებისათვის და აი ეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პროფესიულ განათლებაში რთულია ნახო პედაგოგი, რომელიც არის რაღაცა მხოლოდ თეორეტიკოსი და რომ მოგვიყვე შენი პედაგოგების შესახებ, ხო? ესენი ალბათ როგორც ვიცი, არიან დარგში უკვე აქტიურად ჩართული და ამ მიმართულებით. კი ბატონო, ჩემი პედაგოგები იყვნენ როგორც ექიმები, ასევე საკმაოდ გამოცდილი ექთნები.
რომლებიც თეორიულადაც კი იმდენად სრულყოფილად გვიხსნიდნენ ამ პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანია, ნუ ხა ჩემს საქმეში მთავარია პრაქტიკული ნაწილი, ნუ რა თქმა უნდა თეორიაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან კარგი პედაგოგები გყავდა ამ მიმართულებაში და მე რომ დავიწყე პრაქტიკული ნაწილით მეცადინეობა, თითქმის ყველაფერი ვიცოდი, მინდა გითხრათ, იმდენად ღრმა ცოდნით წავედი აქედან, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული. უბრალოდ, ნუ ხა მაინც და მაინც პირდაპირ პაციენტთან არ ვქონდა ჩვენ შეხება, მაგრამ სრულიად მზად ვიყავი, მინდა გითხრა, იმდენი ცოდნით მივედი პირდაპირ პედაგოგებიდან გადმოცემით. მშვენიერი. კი ბატონო, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ ხლა მარიამია, ჩვენი კურსდამთავრებული საბაჟო საქმის კიდე და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც რასაც სწავლობდით, იმ მიმართულებით დასაქმდით, მარიამიც თავისი სპეციალობით, განათლების თავისი სპეციალობით არის დასაქმებული და საბაჟო საქმეზე სწავლობდა, როგორც უკვე ვთქვი და მარიამ თქვენ რო გაგვიზიაროთ უშუალოდ სწავლების პროცესთან დაკავშირებული საკითხი, ხარისხი უშუალოდ განათლების და რაში დაგეხმარათ და დაგეხმარათ თუ არა ეს ყველაფერი სამუშაო ბაზარზე და იყო თუ არა ნაცნობი უკვე ის საკითხები, რაც უშუალოდ სამუშაო პროცესში შეხვდით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, საქმე ესეა. ზოგადად საბაჟო საქმე ძალიან ბევრ უნივერსიტეტში უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ეგ განხრა და ეგ ფაკულტეტი აღარ არსებობს. შესაბამისად, ვისაც ამ კუთხით დასაქმება უნდა, ცდილობს, რომ საერთოდ სხვაგან მიიღოს ეს ცოდნა და განათლება. ერთადერთი ადრე მხოლოდ იყო საბაჟო აცხადებას სტაჟირებას, სადაც შეგეძლო ის საქმე უშუალოდ პრაქტიკასთან ერთად შეგესწავლა. მაგრამ მას შემდეგ ახლა გამოჩნდა თუნდაც SBA ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით წელიწადნახევარი, ანუ მიმდინარე წლის წინ დავამთავრეთ და 2 წელი გრძელდებოდა ჩვენი სასწავლო პროცესი. როცა დავიწყეთ ჩვენი კურსელებმა, როცა დავიწყეთ სასწავლო წელი, მაგ დროს სახელმწიფო მხოლოდ ნახევარს აფინანსებდა და ნახევარის გადახდა უშუალოდ სტუდენტებს უწევდათ. ეხლა მით უმეტეს ეს პროგრამა აღარ დგას, სრულად დაფინანსებული არის ეს პროგრამა და უფრო მე ვფიქრობ, რომ უფრო ხელმისაწვდომი არის, ვისაც აინტერესებს ეს სფერო. საერთოდ დასაქმების კუთხით არ არის დავალანაზღაურებადი პროფესია. მთავარია უნდა მოგწონდეს, გიყვარდეს, რასაც აკეთებ და ეხლა ძალით გაკეთებული საქმე არც საბაჟოზე გამოდგება და არც საერთონოზე და არც გამეთანხმებით. უშუალოდ SBA-ში მე კონკრეტულად ერთი პიროვნება დასაქმებული ვიყავი მანამ ამ სფეროში, თუმცა აქ როგორ იყო იცით, ანუ ვინც სწავლობდა სტუდენტები, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მიიღო უმაღლესი ტიპის განათლება ამ სფეროში. როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით, გასულები საბაჟოზე, რაღაც როლური თამაშებივით საბაჟოს საზღვრების თემა, ან ძალიან ბევრი თემას მოიცავს თვითონ საბაჟო, არ არის ესე რაღაც ერთ კომპონენტიანი პროფესია, ძალიან უამრავი სხვა მასალა არის და თვითონ ლექტორები არიან ჩვენ გვასწავლიდნენ და სავარაუდოდ ეხლაც ლექტორები ასწავლიან, ვინც თვითონ საბაჟოზე მოწინავე თანამდებობაზე მუშაობენ და ასე თუ ისე მუდმივად ამ სფეროში არის მუდმივად სიახლეები, განახლებები კანონმდებლობაში, გადაწყვეტილებებში და ეს სიახლეები, რაც ყოველ წუთას სჭირდება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, ამ კუთხითაც ძალიან მისაღები არის აქ სწავლა. ამასთანავე გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც სასწავლებელი, ისეთი ტიპის კოლეჯი არის, ასე რომ ვთქვათ, აქვს თავისი შენობა, სტუდენტური ცხოვრება ჩვეულებრივად შეიძლება ჩანაცვლდეს უმაღლესი სასწავლებელი ასეთი ტიპის კოლეჯით. მით უმეტეს თუ ამ სფეროში გინდა დასაქმება და უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს ეს პროფესია. თქვენ ახსენეთ ეს და ბოდიში რო გერთვები, ზოგადად ეს თვითონ კვალიფიკაცია, საბაჟო საქმის კვალიფიკაცია SBA-ის ინიცირებულია.
ანუ ამ აკადემიაში არსებულმა ადამიანებმა მაშინ ბაზარზე კონკურენტი არ ყავდა. ეხლა რამოდენიმე საქვს, თუმცა ალბათ ვერ მოვა SBA-მდე. კი, ანუ კვალიფიკაციაც SBA-ს შემუშავებულია საბაჟო საქმის ჩვენ წინა პოდკასტში ყავდა ქალბატონი ნათია გაჩაჩილაძე პაკ პროგრამის ხელმძღვანელი და თვითონ რესურსებიც წიგნებსაც აქტიურად წიგნებსაც და ასევე ძალიან ანუ მე დასაქმებული რადგან ვარ თქვათ ვიყავი და ვარ კიდევაც მაგრამ ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო SBA-დან რომ შეჭირდებოდათ კადრები ამადანი კომპანიებს და იყო შემოთავაზებები სავარაუდოდ სხვა სტუდენტებს შეთავაზებდნენ და ალბათ ისინი გააგრძელებდნენ მაგ კომპანიებთან თანამშრომლობას ასევე ზუსტად მეც ვიცი ერთ-ერთ უმსხვილოს კომპანიაში დასაქმდა ჩვენი კურსდამთავრებული და ამ კუთხითაც აი დასაქმების კუთხითაც აი სულ არის შემოთავაზებები SBA-დან სულ მომდის მეილზე შეტყობინებები რომ იმართება ფორუმი დასაქმების სხვადასხვა კომპანიების თავაზობენ კომპანიას ანუ კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობას და ამ კუთხითაც ძალიან ანუ ხელშეწყობა არის. მადლობა რომ ამ ყველაფერს აფასებ და შესამჩნევი როა დიახ აკადემიაში ფუნქციონირებს კარიერის სამსახური, რომელიც სისტემურად აწვდის ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ესეთ აქტიურ ვაკანსიებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. პროფესიული განათლება შეუძლებელია კერძო სექტორის მხარდაჭერის გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკის კომპონენტებში არიან მერე უკვე ეს ორგანიზაციები ჩართული, სადაც მაგალითად თქვენ როგორც ბრძანეთ გაიარეთ პრაქტიკის კომპონენტი უკვე ბოლო წელს მე მგონი მოდულის ფარგლებში, ასევე თქვენს გაივლით და ამ მიმართულებით დიახ აქტიურად ვცდილობთ რომ მივაწოდოთ და გავზარდოთ შესაძლებლობები ჩვენი აკადემიის სტუდენტებისათვის დასაქმების ნაწილში. ანა შრომის უსაფრთხოებაზე ჩვენ გვაქვს 250 სტუდენტი თითქმის. ანუ 250 სტუდენტი მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პროგრამაზე ყავს და ამ პროგრამაზე ძირითადად რასაც ვაკვირდები არიან ასაკობრივი ზღვარი არის, სადღაც საშუალო, რამდენად შეიძლება ესე თქვა, რომ საკმაოდ შეგნებულ ასაკში მყოფი ადამიანები არიან. უშუალოდ აი სალექციო პროცესი როგორია? აი თქვენს რო დაგვანახოთ სალექციო პროცესი როგორ მიმდინარეობს? სალექციო პროცესი არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან ინფორმაციული, საჭირო და ძალიან მომწონს. აი საგამოცდო სპეციფიკაზე რო გვილაპარაკო ხო, გვილაპარაკო როგორია ეს ქულებია, დადასტურება, გამოცდებია, პრეზენტაციებია, ზოგადად აი ესეც აკითხებს. დადასტურებები ხდება, ანუ ცოდნის იმ მასალები, რასაც გვიზიარებენ, გვასწავლიან, რაც არის ძალიან ხარისხიანად მოწოდებული, შემდეგ რა თქმა უნდა, თითოეული მოდულის ფარგლებში, კი ბატონო, შემდეგ ხდება ამისი დადასტურება, რა თქმა უნდა, გამოცდებით. და რა ინტენსივობით არის ეს თითოეული გამოცდები საკმაოდ ხშირია, კი ბატონო. და თითოეული მოდული, ანუ რაღაც გარკვეული პერიოდულობით, თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ძალიან ბევრი მოდულს ვსწავლობთ შრომის უსაფრთხოებაზე და თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება გამოცდების ჩაბარება. რობი, შენ სწავლობდი ინტეგრირებულ პროგრამაზე, ჩვენთან ლოგისტიკაზე და აი ზოგადად ადამიანებმა როგორც ვაკვირდები ხოლმე არ იციან, რომ არსებობს ესეთი შესაძლებლობა, რომ მოკლედ ბევრს რაღაცა მიზეზების გამო არ აქვს სრული ზოგადი განათლება, რაღაც გარემოებები, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და ეს მერე უკვე რაღაც ასაკში პრობლემა ხდება, როდესაც სრული ზოგადი განათლება არ აქვს, შეიძლება რაღაცა დასაქმების ნაწილში შეგექმნას პრობლემა, იქ შეიძლება რაღაცა უმაღლესი განათლების მიღება გსურდეს და ეროვნულ გამოცდებზე ვერ მიხვიდე, ან თუნდაც პროფესიულ მეხუთე დონის პროგრამებზე, უმაღლესი დონის პროფესიულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება და მოკლედ სრული ზოგადი განათლების არ ქონა ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს. შენ როგორც ინტეგრირებული ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტი, რომ გითხრა, რითი ზოგადად რა არის ჯერ ეს ინტეგრირებული პროგრამა და რითი განსხვავდება ინტეგრირებული პროგრამა, კოლეჯი რითი განსხვავდება სასკოლო გარემოსგან. გამარჯობა, მე რობი ვარ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. აგრეთვე ხარ არის ინტეგრირებული პროგრამა. ინტეგრირებული პროგრამა შეუძლია მე-9 კლასის დამთავრებულ მოსწავლეს
ვისაც არ აქვს 12 კლასის დამთავრებული და არ აქვს 12 კლასის ატესტატი, ეს პრობლემას საერთოდ წარმოადგენს. შეუძლია მესამე კლასის ატესტატით მოსწავლეს, რომ მოვიდეს სასწავლებელში, ესწავლოს ინტეგრირებულ პროგრამაზე, თავისი სასურველი პროფესია აერჩიოს და მიყვეს და ჩააბაროს ამ პროფესიით. და როცა ამ პროფესიით ჩააბარებ და დაასრულებ SBA-ს, SBA გაძლევს როგორც 11 კლასის ატესტატს, ასევე პროფესიულ დიპლომს და ამ 11 კლასის ატესტატით, რა თქმა უნდა, შეიძლება თუ სურვილი გაქვს უნივერსიტეტში ჩააბარო. და ნუ რა განსხვავება ეხლა სასკოლო სწავლებიდან კოლეჯში სწავლა, ხო? ნუ პირველ რიგში გარემო და სწავლის დონე, რა თქმა უნდა, ლექტორებით აი უდიდესი მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გამოცდილება მომწეს, ძალიან დიდი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კონტაქტიც გავიჩინე, რაც აუცილებელია ცხოვრებაში და ასევე სასწავლებელს კოლეჯს აქვს პრაქტიკები, რაც ნავი კონკრეტულად მე ამსმენია და იმ პრაქტიკებიც რა თქმა უნდა ვიყავი ჩართული და ძალიან მაღალი ხარისხის არის. ჩვენს პარტნიორ კომპანიაში არიადი პრაქტიკებს, ხო? და შენ როგორც ვიცი, როგი ესევე შენი პედაგოგი ვინც იყო ერთ-ერთი ლოგისტიკის პროფესიული განათლების მასწავლებელი ერთ-ერთ მოდულს, რომელიც გიკითხავდა, მის ორგანიზაციაშიც დასაქმდი და აი ამ გამოცდილების შესახებ რო გითხრა და რო გითხრა, აი ეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკა, რასაც სწავლების პროცესში იღებდი, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას აი სამუშაო პროცესში, რამდენად გამოგადგა? რა თქმა უნდა, მოკლედ მხოლოდ ეს არ არის, რომ რაღაც პრაქტიკას ისწავლი და მე შენ თუ მოიციო, აქ კონკრეტულად ამ კოლეჯში, როგორც ძალიან მაღალი ხარისხია სწავლის, როგორც უკვე თქვი და ასევე აფასებენ, როცა სწავლობ და ზუსტად ეგრე მოვხდი ჩემს ერთ-ერთ ლექტორთან, ჩემი ერთ-ერთი ლექტორის კომპანიაში, ანუ დაინახა დაგიფასა ესე ვთქვათ, შენი მონდომება, ხო? დაინახა ჩემი მონდომება, სურვილი, რომ სწავლა ამ პროფესიით და მუშაობდი იმის კომპანიაში და მუშაობ ასევე იმის კომპანიაში ძალიან და რა გამოცდილება მივიღე ამ პრაქტიკებით, ხო? ძალიან ბევრი, აი უკვე რომ მივედი ჩემი ლექტორის კომპანიაში, უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გამეკეთებინა, სად რა უნდა მეთქვა და როგორ უნდა მეთქვა და ანუ რაღაცა შემზადებული იყავი უკვე იმ სასწავლო პროცესმა შეგამზადა უკვე რაღაცა სამუშაო ბაზრისთვის, ხო და კეთილი და აკადემიაში ასევე არის აქტიურად არის ექსტრაკურიკულური აქტივობები, რომლის მიზანიც არის უფრო მეტად რაღაც სოციალური, აქტიური, სტუდენტური ცხოვრება და აი ამაზეც რო გითხრა, თუ იღებდი მონაწილეობას რაიმე აქტივობებში, რაში გეხმარებოდა ესეთი სახის აქტივობები და ასე შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, ვიყავ ჩართული აქტივობებში, მაგრამ შახმატი ვითამაშეთ ერთად როგორც მახსოვს. შახმატი ასევე ბუშტების ფეხბურთით ეგრებია. ძალიან სახალისო იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ეს სოციალიზირებისთვის ძალიან კარგი რამეა და მოკლედ აი ასე უხეშად რო ვთქვათ, ეს კოლეჯი მხოლოდ იმაზე არ ზრუნავს, რომ რაღაც ცოდნა და განათლება მიიღო, ასევე შენ პირველ უთვისებებს ვითარებს და სოციალიზაცია. სწორედ ამიტომა ესეთი სახის აქტივობები, რომ სხვა სტუდენტები უფრო მეტი მეგობარი შეიძინო, უფრო მეტად აქტიური იყო და მოკლედ ხო, გარდა სწავლების პროცესისა, ასევე იყოს ისეთი სახის აქტივობები, სადაც განიტვირთები, რაღაცა უნარებს განივითარებ, არა მხოლოდ პროფესიულს, არამედ პიროვნულ უნარებს, ეს შეიძლება იყოს რაღაცა თამაშების ფარგლებში, რაღაც გუნდური სპეციფიკის თამაშები და ასე შემდეგ. და როგორც ითქვა, გარდა იმისა, რომ აკადემიაში სტუდენტობის პერიოდშივე აკადემია აქტიურად ცდილობს, რომ შექმნას ისეთი გარემო, რომ სტუდენტმა გამოიმუშაოს პროფესიული უნარები, ასევე ცდილობს, რომ უკვე მომავალი კარიერისთვის სასწავლო პროცესშივე შეამზადოს, ხო? ამის ფარგლებში სწორედ ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება, რომლის მონაწილეც არის ანა. ეს პროექტი უკვე დაიწყო და მალე სრულდება კიდევაც, რამდენიმე ტრენინგების ციკლი იყო. ამ პროექტის შესახებ რომ მოგვიყვე, ანა ზოგადად დასაწყისიდან ეხლაც რა ეტაპზეც ხართ, როგორ წარიმართა პროცესი, ვინ იყვნენ ჩართულები, რა მოლოდინები გაქვს ამ პროექტის დასრულებისას და რაში დაგეხმარება ზოგადად ეს პროექტი.
ანუ სწავლობ აკადემიაში შრომის საფრთხეების მიმართულებით, პროფესიით ვარ სამართალმცოდნე და მუშაობ სამშენებლო კომპანიაში გაყიდვების კუთხით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიას, მუდმივად ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, სწავლის ხარისხის მოწოდების უზრუნველყოფაზე და მადლობა მინდა უთხრა, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩართულიყავი ამ პროექტში, რასაც ქვია გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება. ყოველთვის მინდოდა, რომ მე ვითარებინა ისეთი უნარები, რაც დამეხმარებოდა სხვებისთვის ცოდნის გაზიარებაში და სწორედ ამ კურსმა მომცა ამის შესაძლებლობა და ამ კურსის ფარგლებში ნამდვილად გავითავისე თუ რა არის ტრენერის როლი, როგორ უნდა მართო აუდიტორია, როგორ უნდა დაგეგმო ტრენინგი, როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია აუდიტორიას და შეაფასო შედეგები. ვფიქრობ, ეს მიღებული ცოდნა და უნარები, რაც ამ კურსის მეშვეობით მივიღე, დამეხმარება არა მარტო პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაშიც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა ის უნარები, რასაც ამ კურსის მეშვეობით ვიძენთ. კი ბატონო და ზოგადად ანუ პროფესიული განათლების გარშემო არსებობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში წარსული უარყოფითი გამოცდილების სამფუძველზე გარკვეული სახის სტერეოტიპები. თქვენ ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება გაქვთ, რომელიც ახლა დასაქმებული ხართ, რეალიზებული პიროვნება ბრძანდებით, გარდა ამისა ხართ ერთ-ერთი პროგრამის სტუდენტი და ასევე ჩართული ხართ სხვადასხვა პროექტებში აკადემიაში. ზოგადად რა წარმოდგენა გქონდათ პროფესიული განათლების მიმართ, რა იყო ეს წარმოდგენა და რა რეალობა დაგხვდათ? გქონდათ თუ არა რაიმე სტერეოტიპული წარმოდგენა ერთი სიტყვით? იცით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უმაღლესი განათლება უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ანუ შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს პროფესიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო, ანუ მოერგო იმ შრომის ბაზარს, რაც არის იმ ეტაპზე მოთხოვნადი პროფესია, ესე რომ ვთქვა და დასაგდე ამ მიმართულებით. ანუ ხშირად ის უმაღლესი განათლება, რასაც ვიღებთ ხოლმე და რასაც დიდ დროს და რესურსს ვხარჯავთ, ვერ ვიყენებთ სხვადასხვა მიზეზების გამო და აქედან გამომდინარე პროფესიული განათლება არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ნამდვილად. არ მინდა უმაღლეს განათლებას რაღაცა როლი დაუკარგო და ეს არც იქნება და სწორიც არ იქნება და არც არის ესე, იმიტომ რომ უმაღლესი განათლება არის სწორედ აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის წყარო, დასაკვირველია პროფესიული განათლებაც ამ სამეცნიერო ცოდნის ჩარჩოს ეფუძნება და აქ არავინ არაფერ ახალ ცოდნას არ ქმნის. თუმცა საინტერესო ტენდენციაა ჩემი აზრით ის და საინტერესოა ის, რომ თუნდაც თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება გაქვთ მიღებული და ასევე ეხლა რეგისტრაციის პროცესია მიმდინარეობს ეხლა და ეხლანდელი რეგისტრაციის პროცესიდანაც და წარსული გამოცდილებებიდანაც გამომდინარე იკვეთება ის, რომ პროფესიული განათლებით ინტერესდებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც სრული ზოგადი განათლება აქვთ, ანუ სკოლა აქვთ მხოლოდ დასრულებული, არამედ ინტერესდებიან ის ადამიანები, ვისაც უკვე უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ, არა მხოლოდ საბაკალავრო დონეზე, შეიძლება იყოს მაგისტრატურის დონეზე და ასევე თქვენ სტუდენტების ყავთ, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვთ, ხო? და ეს ხადია, ანუ თავის საქმის მცოდნე ადამიანები არიან, მაგრამ არის რაღაც პროფესიულ განათლებაში და ეს რაღაც რაც არის ზუსტად ვიცით, რასაც ამდენი ხანია ყველა ჩემგანი ვსაუბრობთ. არის ესეთი საკითხები, რაც უმაღლესი განათლება ასე თუ ისე ვერ უზრუნველყოფს და პროფესიულ განათლებაში ეძებენ ადამიანები, რომ შეიძინონ ისეთი უნარები, რაც რეალურად სამუშაო ბაზარზე დაეხმარებათ, რეალურ წარმოდგენას შეუქმნით თუ რა ჭირდებათ. და ხო, სწორედ ესეთი სახის უნარებით უზრუნველყოფს, რაც მერე გარდა იმისა, რომ ეს პროფესიული განათლება უფრო ორიენტირებულია შედარებით მოკლევადიან ხანგრძლივობა არის უფრო მცირე, ვიდრე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე დასაქმების შესაძლებლობაც არის უფრო მარტივი. რატო, ხო? ის, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამებს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ მათ არ ქონდეთ არანაირი
ხარჯი სწავლის ნაწილში. ხო, ეს განპირობებულია იქიდან, რომ სამუშაო ბაზარზე, ეს წინა პოდკასტებშიც ითქვა მე მგონი, რომ ანუ სამუშაო ბაზრებზე არსებობს მოთხოვნა და თვითონ სახელმწიფოს ინტერესშია, რომ არსებობდნენ კვალიფიციური ადამიანები ამ მიმართულებით, მაგალითად საექნო საქმე იქნება ეს, საბაჟო საქმე იქნება თუ შრომის უსაფრთხოება იქნება. თუმცა თვითონ სახელმწიფოს ხედვა ესეა, რომ არსებულ კვოტებს გადანაწილება ხდება იმგვარად, ალბათ სამართლიანიცაა და ესეც უნდა იყოს, რომ 70%-ს ითვისებენ სრული ზოგადი განათლების მქონე პირები და მხოლოდ 30%-ს ითვისებენ ადგილებისა უმაღლესი განათლების მქონე პირები. მიუხედავად ასეთი გადანაწილებისა, მაინც მომართვიანობის პროცესში ნათლად ჩანს, რომ პროფესიული განათლებით დაინტერესებულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე მიიღეს გარკვეული სახის განათლება, თუმცა ეს მათ როგორც ჩანს არ აკმაყოფილებთ და კიდევ ადამიანის ხო იცვლება, შეიძლება 18, 19, 17 წლის ადამიანმა სწორად ვერ განსაზღვროს მაგალითად პროფესიის არჩევის დროს მას იმ წუთას შეიძლება რაღაც პროფესიას და მოსწონს და უნდა, მაგრამ შეიძლება 10 წლის შემდეგ ანუ ხედვა შეეცვალოს და სრულად არ უნდოდეს და არ უყვარდეს ის საქმე, რაზეც 4 წელი და 1 წელი ისწავლა. და უნდოდეს ახალი პროფესიის დაუფლება, ახალი გამოცდილებები, ახალი ცოდნის მიღება და ამისთვის ზუსტად ხელმისაწვდომი არის მსგავსი კოლეჯები, დაწესებულებები, სადაც ზუსტად იმას ან ჩამოყალიბებული ადამიანი ზუსტად იმ პროგრამაზე შეიტანს განაცხადს, რომელიც იმ წუთას მას აინტერესებს და უყვარს. კი, გეთანხმებით. ანა, რომ აკადემიაში სწავლამ თუ შეცვალა შენი მიზნები და ინტერესები, ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ გაყიდვების მიმართულებით მუშაობთ, იურიდიული განათლება გაქვთ, შრომის უსაფრთხოებაზე სწავლობთ ახლა და პარალელურად აი იმ პროექტის ფარგლებში, რასაც ისაუბრეთ, ესე ვთქვათ, პედაგოგიური საქმიანობითაც ხართ დაინტერესებული. და აი კოლეჯში სწავლამ, აი ამ პროექტებმა, უშუალოდ აი ამ პროგრამამ თუ შეცვალა თქვენი სამომავლო კარიერული მიზნები ან ინტერესები? ზოგადად ეს პროგრამა, რაშიც ვიღებ მონაწილეობას, გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება, ზუსტად მაგიტო შევარჩიე, რომ ვფიქრობ, მაინც იმ პროფესიებში, რაშიც ვარ მე ახლა დასაქმებული, იმ კუთხით უფრო გამოვიყენებ, ანუ ეს რასაც მაძლევს ეს პროგრამა, ინფორმაციის გაზიარება, აი ჩემ ყველა პროფესიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უფრო გამომადგება. უკავშირებთ პირიქით, თუ ინტერესები შეცვალა არამედ და ანუ ის უნარები, რასაც მე მაძლევს ეს პროექტი, საჭიროა ყველა პროფესიისთვისაც და პლუს ამას ის რა კუთხითაც მე ვარ ახლა დასაქმებული, ამ კუთხით უფრო მნიშვნელოვანია და საჭიროა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ მეტად და მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ კუთხით მეტად განვითარდე და გაუზიარო ინფორმაცია იმას, ვისაც სჭირდება. კი ბატონო, როგორც უკვე არაერთხელ თქვა, მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და შენ სტუდენტი, რომელსაც უკვე ჩვენთან გამოცდილება გაქვს, ურჩევდი თუ არა SBA-ს, რა მოგწონს SBA-ში, რა არ მოგწონს, რა სისურვებდი უკეთესად და რატომ ურჩევდი აკადემიაში სწავლას დაინტერესებულ პირებს? კი ბატონო, მე პირადად ვურჩევდი ნამდვილად და ვისაც ვურჩიე, დავეხმარე კიდეც რეგისტრაციაში, სხვათა შორის ჩემი დაც აპირებს აქ რომ გააგრძელოს სწავლა. არა, სხვა მიმართულებით, რაღაცა ინკლუზიური განათლების გაქვთ მე მგონი. რა თქმა უნდა, ვურჩევდი იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად მე ძალიან გვაყოფილი ვარ, სასწავლებელი ნამდვილად ორიენტირებულია მუდმივად განვითარებაზე, სწავლის ხარისხის უზრუნველყოფაზე, ნამდვილად არის შესანიშნავი ტრენერები, ვინც გვიზიარებენ ცოდნას და გვაძლევენ დიდ გამოცდილებას და აქედან გამომდინარე ყველას ვურჩევ, რომ
მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ შეარჩიონ საქართველოს ბიზნესის აკადემია. მადლობა. მარიამ, თქვენ როგორც უკვე კურსდამთავრებული, როდის დაასრულეთ სწავლა? გასულ წელს დაასრულეთ. თქვენი სასწავლო წელის პირველი წელი რომ იყოს ახლა? შეცვლიდით რამეს? ისევ იგივენაირად გავაგრძელებდი. ალბათ უკვე იმიტომ რომ დამდგარი შედეგია ამ მიმართულებით დასაქმდით და დიახ, იცით რა არის, ანუ ჩემი კუთხითაც და სხვებს მომდევნო სტუდენტებს, ვინც აწი დარეგისტრირდებიან უნივერსიტეტში, და ვინც ახლა არჩევს პროფესიას, ვურჩევდი რომ ნამდვილად ახლა ყველა პროფესია საჭიროა, სასიყვარულოა, ვისაც გემოვნების ამბავია და მე ვურჩევდი რომ ვისაც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს და რაზე ჩააბაროს, ვურჩევდი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თუნდაც, მაგრამ არ ვერ შეითავსეს თავიანთი პროფესია, რომ არ გაჩერდნენ სცადონ ახალი შესაძლებლობები და თუნდაც SBA-ში ან ნებისმიერ სასწავლებელში რეგისტრირდნენ, არ გაჩერდნენ, ისწავლონ, იშრობონ და აუცილებლად მიაღწევენ შედეგს. ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის SBA-ში დარეგისტრირდეთ, მით უმეტეს ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს ვურჩიე, ძალიან ბევრი სწავლობს უკვე, თან არის ინგლისურენოვანი აყოფილებაც თუ როგორ ინგლისურენოვანი პროგრამა. ხო, პროგრამაც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი სწავლობს ინგლისურენოვან პროგრამაზე და მოკლედ არანაირი შეზღუდვა არ არის, მთავარია ეს ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც ვიცი, თუ არ ვწდები, საერთოდ გონი ამიერკავკასიაშიც კი მხოლოდ საქართველოს ბიზნეს აკადემიას აქვს, თუ არ ვწდები, წარსულში რამდენი ესე იყო და მგონი ეხლაც ესეა, კი. ეს შენ შემთხვევაში რამდენად ახლოს დგას ეს საკითხი, აი მომავალ განვითარებას თუ მომავალში თუ გადაწყვეტ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, მოკლედ განათლებას მიღებას თუ კვლავ გააგრძელებ, რამდენად ფიქრობ, რომ ეს იქნება დაკავშირებული იმ განათლებასთან, რაც უკვე მიიღე თუ სხვა მიმართულებითაც დაინტერესდები? სხვა შორის კი ვაპირებ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვაპირების SBA-ში. ჯერ პროგრამაზე. ჯერ კონკრეტულად არ მაქვს წყვეტილი რომელ პროგრამაზე, მაგრამ სურვილი მაქვს და აუცილებლად ერთი 90%-ით ისევ SBA-ში მოვალ. რადგან ვფიქრობ, რომ აქ როგორი სწავლის დონეც არის, ისეთი ძალიან ბევრს არ აქვს, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც სწავლობენ თუნდაც უნივერსიტეტებში, თუნდაც სხვა კოლეჯებში და რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი სწავლებლებზე და თავმაც შემიძლია ვთქვა, რომ სადასწავლობის კოლეჯი ერთ-ერთი ფავორიტია. კი ბატონო, მადლობა გვიხარია, რომ მართლა მაყოფილი ხარ და თუ როდესაც უზიარებ აი შენს მეგობრებს, აი შენ გამოცდილებებს, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტში, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე? რამდენად ჯერათ, ანუ იმიტომ რომ როგორც თქვი, ზოგ ადამიანს რაღაცა განსხვავებული წარმოდგენა აქვს. ეხ აი მაგალითად ზოგი იყო რომ აუნეტა მან ჩამევარებინა და არის ხოლმე ესეთი რეაქციები. მაგრამ სამწუხაროდ იმას არ ჩააბარეს, მაგრამ დრო რა თქმა უნდა აქვთ. ეხაც როცა მივდივარ ხოლმე და ვიკრებებით ასე ვთქვათ სამეგობრო, ბევრს ვურჩევ და შესაძლოა რომ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმაც ჩააბაროს აქ და ისწავლოს. კი ბატონო, კი ბატონო. ვფიქრობ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთებინე. მადლობა მეგობრებო, რომ მოხვედით და გვითმეთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ამ ვიდეოს მერე ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენ სოციალურ ქსელებში და იმედი გვაქვს რომ დაეხმარება მაყურებელს გარკვეული სახის გადაწყვეტილებებში და გარკვეული სახის წარმოდგენას შეუქმნის პროფესიული განათლების შესახებ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისამდეა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ სრულად სახელმწიფო დაფინანსებით. ჩვენ თქვენთან ურთიერთობას, კურსდამთავრებებთან ურთიერთობას აკადემია არ წყვეტს, ვცდილობთ ყოველთვის რომ რაღაც ეს welcome party იქნება, დასაქმების ფორუმი იქნება თუ რაც თქვენ შეიძლება საინტერესო იყოს, ასეთი სახის ინფორმაციები გაგიზიაროთ. ცხადი ახლა თქვენ შეიძლება დასაქმებული იყოთ და დასაქმების ფორუმებზე სიარული თქვენს ინტერესში არ იყოს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ რომ არსებული ინფორმაციები გავაზიაროთ და ამ ინფორმაციებით
ინფორმაციებში თქვენთვის საინტერესო საკითხები აღმოაჩინოთ და მოკლედ თქვენ ასევე ვახორციელებთ ჩვენ როგორც ისეთ მომზადება გადამზადების კუმოკლევადიან კურსებს, მაგალითად საბაჟო დეკლარირების კურსებს და ესეც კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ძალიან კარგია და ასევე შეგიძლიათ რომ ამ მოკლევადიან კურსებშიც ჩაერთოთ მით უმეტეს რომ ეს კურსებიც სრულად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაფინანსების ხორციელდება და ესეც ერთგვარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაა, ხო? მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები და გისურვებთ წარმატებას.